გამარჯობა მეგობრებო, მე ოტო ვარ, ეს ნიკო და ეს არხის PS 4.0-ია. 10-მდე ვიდეო გვაქვს უკვე გადაღებული, უბრალოდ ისეთი ბენგერი რაღაც დაიდროფა, რომ აუცილებლად უნდა გაცნობოთ. და ეს არის ChatGPT 5.0. ახსაც შეუძლიათ სახელს დიახ და Space 5.0 გავხდებით GPT 5.0-ის საპატივსაცემოთ. და მეგობრებო, გვინდა რომ GPT 5.0-ის live დემონსტრაცია არა, live დემონსტრაცია არა, უბრალოდ სკრინებს ჩაგისვათ რაღაცეების და განახებთ რა შეუძლია და ბოლოს გვექნება ესეთი პატარა ჩელენჯი, რომ ქართველი ადამიანის ერთ დღეს დავაწერინებ GPT 5-ს. იმიტომ რომ კოდს უკვე ყველა წერს და ქართველი ადამიანის ერთი დღე არავის არ დაუწერია. მოკლედ, როგორც OpenAI აცხადებს, ChatGPT 5.0 გაცილებით ზუსტი არის და უტოლდება PhD-ს დონეს, ხო? AD, კი არა, ACD-ს. PhD. ხო, PhD ოღონდ ის არ გეგონათ რა ქვია. დაავადება. ხარისხია, დიახ. და იქნება გაცილებით უფრო ჭკვიანი, დაახლოებით ჩემ დონეზე ამოვა ალბათ. ნუ მოკლედ, შეიძლება რომ მივუდგეთ რა. ეს მართლა გვანაცვლებს მეგობრებო ეს. GPT 4.0 და GPT 5.0 რადიკალურად განსხვავდება ეს თქვა რა. უბრალოდ ჰაიპია მეგობრებო. სახელი გადააქვეს. ანუ ისი არ არის როგორც 4.0-ის ახალი ვერსია რო გამოვიდა ეს 4.5 რო იყო. 4.1, 4.0 და 4 რაღაცე. ხო, თუნდაც აიღეს რა. პატარა ის და იგივე საკეთებდა მეგობრებო. მოკლედ, გაცილებით დიდი ცვლილებები შემოგთავაზა, ამჯერად OpenAI-მ საათნახევრიანი პრეზენტაციაც მიუძღვნეს. იქაც ქონდა 2 საათიანები იბაზრა. ხო. რამოდენიმე დღეა რაც GPT 5 გამოვიდა და ეს დრო გავადარეთ, მოკლედ რაღაცების ტესტვაში რა. სულ 4 დღე არის GPT 5-დან არა უმდგარო არც. ჩატს დავაწერინე რა სხვაობა იყო 5.0-სა და მის წინა ვერსია შორის, ამ პარალელი გავავლებინე და დეტალურად ჩამოვაწერინე რა გაუმჯობესდა რა. შედეგი გაგაოგნებთ. სხვადასხვა თავი დააკრინა წინა ვერსიაში. ყველაფერზე უწერია რომ შეზღუდული იყო, საშუალოდ შეეძლო და რაღაც. სემმა უთხრა რომ 5 იმდენად სუპერიორი მინდა იყოსო რომ ყველაფერი ცუდი თქვი წინაზე. მართლა ეგრე უწევია. თორე Cloud-ესაც დავაწერინე მეგობრებო და იმას სხვა რაღაცეები ისაუბრე. ნუ მოკლედ თავარი რასაც 5.0-ის მახასიათებელია და ერთად თავს იწონებს არის რომ დოქტორია. გაცილებით ოპტიმიზირებულია მისი სისტემა და ვეუბნება რომ აქამდე თუ იყო GPT 4 მულტიმოდულარული, მაგრამ ცალკეული მოდელები იყო, ანუ სხვადასხვა ფუნქციონალობით ცალკე მოდელები ხო აქვს OpenAI-ის, რომელსაც თვალთვალკე ვიყენებთ აქამდე. ახლა 5.0-ში შეგვიძლია ეგ გავივიწყოთ და უბრალოდ ჩატში შევალთ, რასაც ვთხოვთ, თავისით მივხვდება რომელი მოდელი ჩვენ უფრო გვჭირდება და იმას შეგვისაბამებს და გამოვიყენებთ. მაგალითად, თუ რაღაც ბიზნეს მოდელი გვჭირდება, მაშინ თვითონ გავაწყვეტ რომ ეს გვჭირდება, თუ რაღაც კოდირებით ვიყენებთ, მაშინ კოდირების მოდელს გააკეთებთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს აქამდეც ქონდა მეგობრებო, დიახ. ჰაიპია, GPT 5 არის უბრალოდ ჰაიპი. უბრალოდ არის ყველაფერი. ასევე შემოგთავაზეს განსხვავებული დიზაინი ჩატში, მაგრამ ისევ შეიძლება შავი ის დააყენო ბექგრაუნდი და კონდეს შავი GPT. არა, თავიდან რომ შედიხარ, უბრალოდ გრადიენტი ირთება და როგორც კი წერას დაიწყებ, ისევ ძველ ვიზუალს უბრუნდება. და 5.0 გაზრდა. აზროვნება და სისუსტე ეს არის კრიტერიუმი. ფული თუ არ გაქვს, მაინც გამოიყენებს ცოტა ხანი GPT 5-ს. მაგრამ მე რეჯობია რომ GPT 5-ს თხოვოთ რომ მუშაობა დაგაწყებინოთ. ზოგადად, ვინც აქტიურად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის GPT-ს, გირჩევთ რომ თვეში 20 დოლარი გაიგებთ. ან ვინმეს გამოვართოთ აკაუნთი რა. შემდეგ კრიტერიუმი არის აზროვნება და სიზუსტე. ამაში შეადარა GPT 4 თვითონ რა. 4-ზე იძახის რომ კარგია, მაგრამ იყო შეცდომები. და 5 დახვეწილი აზროვნება, ნაკლები შეცდომები და სიგიჟეები. აი რომ მკითხავდით მაგალითად როგორ შეიქმნა სამყარო, წერდა 1001 და ესეთ რაღაცებს. და ეხლა რომ გითხოთ როგორ შეიქმნა სამყარო, ისევ ვიღაცის აზრს გეტყვით, იმიტომ რომ თავისით ვერ აზროვნებს. ამიტომ ეს thinking არის უბრალოდ ხო, საბოლოოში სისულელე დიახ. მოკლედ ჰეითერი, როგორც მიხვდით, ამ თუ არის Glazer-ი GPT 5-ის, მე ვარ ჰეითერი GPT 5-ის და ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ რომ დავაპირისპიროთ GPT 5-ები. ერთმანეთის ახალი ჩელენჯი, ხა როგორ ქნეთ არ ვიცი. დიახ. ჩემი GPT 5. ჩემი GPT 5 არის ძვირიანი მეგობრებო. ხო, პრო ვერსია ვერ გავტესტეთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის იმაშია $200-იანებში, მაგრამ სხვა ვერსიები ყველა აბსოლუტურად გადაღეჭელია და ვნახეთ რომ თითქმის 4-ისნაირი. ანუ ის დიდი წრე რო ეხატა გახსოვთ, გაგაუგნებთ GPT 5. ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაუგნა, მაგრამ აუცილებლად დავუდოთ, იმიტომ რომ იმაში რო აპირებენ, Microsoft-ს რო აქვს.
Copilot. Copilot-ში იქნება ინტეგრირებული, უბრალოდ ინტეგრირდა და iOS 26-ში ვინც დააყენეთ, მოკლედ ბეტა ვერსია, მე მაგალითად 12 მაქვს და ვაფშე საერთოდ არ მაქვს Apple Intelligence-ი, მაგრამ ვინც დააყენეთ, შეგიძლიათ გატესტოთ, გექნებათ GPT-5 და აი მან უკვე თქვენი რივიუები დაგვიწერეთ. ნუ მოკლედ GPT-5-მა მოგცა უფრო მეტი კომფორტი და უფრო მეტი ოპტიმიზაცია და უფრო მარტივად გამოვიყენებთ რაღაცებს. დანარჩენი რაზეც ისაუბრეს, რომ ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ეს გაცილებით გაუმჯობესა და ასე შემდეგ გამოწიხს ნუ დაუეჭერთ. ჯერჯერობით, რავი, არ გამოულენია თავი, ანუ ქართულად ისე ვერ წერს გამართულად, სტანდარტულად. ხო, აქ საერთოდ დაწერაში ეს პირველ ნახაკამდე არ მოსვლია, რომ იეროგლიფები არ ჩაუმატებია. ხო, ამისთვის გამოიყენეთ Cloud-ის ახალი მოდელი Opus. ნუ თლად ახალი არ არის, მაგრამ ქართულად არის აი Cloud-ი გაცილებით გამართულად წერს. გაცილებით კი არა, ჩემზე გამართულად წერს. ხალხ. ნუ ჩემზე ვერ, იმიტომ რომ ფილოს კი არა და. ხო, ფილოსოფია. ფილოსოფი ვარ მეგობრებო, სოფო ფილოდან. ხო, მაგრამ აქ კიდე გვეუბნება, რომ კოდის მხარე გაუმჯობესა, UI-ის შექმნა შეუძლია გაცილებით კარგად და wipe coding-ი რასაც Cloud-ი აქამდეც აკეთებდა მეგობრებო, დიახ. დაეწია Cloud-ის GPT. შენ ახლა Cloud-ის აგლეიზებ? აუ, მაგრად მიყვარს. უბრალოდ ხო, რაღაცებში GPT, რაღაცებში არ ბევრ რაღაცას ჯობს, მაგრამ ბევრ რაღაცაში Cloud-ი. პროგრამირებაში Cloud-ი ჩემი აზრით. ილონ, შენ თუ თანხას გადაგვიხდი, Grok-ს დავაგლეიზებთ, არ არის პრობლემა. საუკეთესო მოდელია. ვერაფერში ვერ გამოვიყენები რასთოს. ბიჭ, დიდხანს ფიქრობს, მაგრამ კარგად ფიქრობს რა. მოკლედ, AGI პოზიციაზე უწერია ეს რაღაცა თვითონ GPT-ს რა, 4-დან 0-ზე უწერია, რომ ჯერ შორს ესეთი კრიტერიუმი ხო, არა უცნაოდ AGI რა არის. კი ბატონო. და Artificial General Intelligence-ი მეგობრებო, რომელსაც შეგიძლიათ ჩვენს წინა ვიდეოს უყუროთ და უფრო დეტალურად მოусმეთ და იქ ნახვას დაიწერება და წინა ვიდეოს AI-ის. 5-დან 0-ზე უწერია, რომ დიდი ნაბიჯი AGI-სკენ, მაგრამ ჯერ აგება კიდევ საჭიროა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მართლა შორსაა AGI-სკენ, ანუ აგება, დიახ. აგება ჯერ კიდევ საჭიროა. მოკლედ, სემი გვპირდება, რომ ეს იქნება რევოლუცია და იყო უკვე, იმიტომ რომ 4 დღის წინ გამოვიდა. და ნუ რეალურად ძალიან კარგია, მაგრამ ის არ არის რასაც ლაპარაკობდა, როგორც გუხდა ისე რაო. შედეგი აქვს, მართლა უკეთესია, მაგრამ არც ისეთი მაგარია, როგორც აღჟღერებდნენ. ისეთ ჰაიპში იყო მეგობრებო, რომ მეგონა ხვალ რო გავიღვიძებდი, დღეს რო დადროფილიყო და ხვალ გავიღვიძებდი, მე უკვე ჩამორჩები GPT-5 ჩამონასწორდა, მაგრამ მეც PhD მაქვს და ეს რომელსაც არა, მე ADHD მაქვს, იმას PhD აქვს და ასე ერთად თანაცხოვრებას წყვეთ დამეტავს. აქ უწერია ფასების შედარება რა და წინა GPT-ზე უწერია მაღალი და ამაზე უწერია უფრო დაბალი ფასები, მეტი ვარიანტი ოპტიმალური საჭიროებისთვის. ალბათ ტოკენებზე იქნება საუბარი და ტოკენების ფასები შეგიძლიათ დეველოპერებმა გადაამოწმოთ, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არაფერში არ გვჭირდება ხორს გადავიხდით და პირდაპირ დავაწერებით. მოვიგეთ პროგრამის, ძალიან გთხოვთ რამე საიტი აგვიწყოთ Space 4-დან 0-ის. არა, ტოკენებსაც შეიძლება უწერია, მაგალითად, რომ 200,000 პლუს ტოკენია კონტექსტში. დიდი დოკუმენტების დამუშავება შეუძლია. დიახ. ეს დანიშნულოვანია მართლა რა. თორნიკეების თავი რო ჩაუგდოთ, წაიკითხავს თავიდან ბოლომდე. ხო, ანუ აქამდე რამოდენიმე გვერდზე მეც თუ ვერ კითხულობდა და ვერ გაძლევდათ ან რაღაც გარკვეულ ფაილებზე მუშაობა უჭირდა, ან თუ ხოდით რო რა. აი ინტერნეტი აღარ არის რო გიწერდათ 10 გვერდიანი Word-ის ფაილი დამიგენერე და ეხლა ერთ საათი რო გეუბნება და არ გიგენერებს, ეგრე აღარ დაემართება. ეხლა შეუძლია თვალ იმას ნუ მოთხოვთ. 600 გვერდიანი წინით დაწეროს, არ მგონია ეს მაგრამ. ხო, მაგაში არ გამოიყენებთ და ჯობია რომ თქვენ ცოტა ტვინი გავარჯო. მოკლედ, თავარი იქნება ადამიანებში დიახ, აი ეს არის, რომ ერთმანეთი დააფასოთ, იმიტომ რომ ცოდნა უკვე GPT-5-ს აქვს. იმას უყურე ნობელის პრემიის დაჯილდოებას. ეგ უნდა მეთქვა, დიახ, GPT-5 უნდა გავიყენოთ ცოტა ხანში ნობელის პრემიის ლაურეატი. მაგას არ გეუბნები. ნობელის პრემია აიღო, მოკლედ ქართულობას. ხელოვნური ინტელექტის ნათლია ვინც იცვლება რა. მამად. ნათლია ცოტა ესეც სიტყვა. გათვალისწინებთ ეგრე იხსენებენ და ამიტომ დაუძახე ნათლიად ხო. სახელს ამოვანეთებთ და მამასაც ამოვანეთებთ. რა სახელებარი არ მოხდეს მართლა ბოდიში. მოკლედ ნობელის პრემია მიიღო და სიტყვით რომ გამოვიდა თვითონ საუბრა ეს არაფერი. არ გეყურებია. ესეთი რაღაცა ისაუბრა რომ ზედათ ვკითხულობ ხოლმე მეგობრებო და იქ ესე ეწერა. ხელოვნური ინტელექტი თავის დროზე იყო საერთოდ სხვა მიზნით
განზრახული შექმნილი იყო, საერთოდ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, საერთოდ სხვა რაღაც საკეთებდნენ. ისე მიზახდა რომ მაგათაც კიბო მინდა დავამარცხო, მაგინა ამსენილებით. სემი არის გადამიღება. სემზე ადრე ის კაცი იყო და იმ კაცმა იცის ყველაზე მეტი ხელოვნური ინტელექტი. არანაირად სემი არის OpenAI სახე. ნუ მაგალითად ეს ადამიანი ამბობს, რომ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის მონაცემები სრულიად უკონტროლოვარი, თითქმის კი არავინ არ იცის რეალურად თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის სტრუქტურა, ხო რა შეიძლება როგორ მუშაობს ზუსტად თვითონ დეველოპერებიც ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებიც არიციან, ბევრ ამას დამოუკიდებლად აკეთებს და ეს ხელოვნური ინტელექტის სისტემაც უფრო და უფრო იხარჯება და გაურკვეველი ხდება რა. სემ ყველაფერი ჩემი თუ არ გჯერა შეიძლება ნობელის პრემიის დარგვა. სემ ყველაფერი ის დაიმოწმოთ და ეს ადამიანი საუბრობს მაგას. მე მაგ ადამიანის მჯერა. ის ამბავი გეცანიოთ მეგობრებო, ChatGPT-ის გაზიარებული ჩათები. ნობელის პრემია. GPT-ის გაზიარებული ჩათები ყველა იმას ქნა რა ქვია, Google-ში იზერჩებოდა გარკვეულ დროის განმავლობაში და შეგეძლო გინახა შენი ჩემი და მე გაზიარებული ჩათი. მაშინ რომ მომწერე ხო. ხო, ეხლა უბრალოდ არ არის ერჩება. თუ მოასწარი დასერჩვა და ნახეთ, როგორი გეგმება მაგალითად მომავალების რა ბიზნესი აქვს და რა მოდელზე მუშაობენ, გთხოვთ ჩაყაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ ვერაფერი. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ, დაგვიკომენტარეთ და გადავიღებთ ხოლმე real time-ში დემონსტრაციას ხელოვნური ინტელექტების. აი მაგალითად ყოველგვარი გამოცდილების გარეშე საიტს როგორ ავაწყობთ, სტარტაპის, ასე ვთქვათ, დაგეგმოს როგორ შევძლებთ ყოველგვარი გამოცდილების და ჩვენი ჩარების გარეშე და ასე შემდეგ. ხოლო და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებით. თუ ეს იდეა მოგწონთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და ჩვენ დავიწყებთ მსგავსი კონტენტის შექმნას აუცილებლად. და დაწერეთ გინდათ თუ არა გავაკეთოთ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის აგენტებზე. ალბათ გაგიგიათ, ვიღაც არ გაგიგიათ, ნიშნავს რომ შეგიძლიათ თქვენი chatbot-ები გააკეთოთ, მოკლედ, რომლებიც თავისით მართავენ სხვადასხვა თქვენს მიერ დავალებულ საქმეებს, მაგალითად თქვენი Facebook გვერდის მართვა, თქვენი Instagram გვერდის მართვა, ან თქვენი ბიზნეს გეგმის მართვა, ან ფინანსების მართვა შეგიძლიათ დაავალოთ თქვენს AI ბოტს. ბანკის ანგარიში მაინც და მაინც არ ჩაუგდოს. ხო, თქვენივე დატრენინგებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და რამდენად კარგია და რა ჯობია და როგორ ჯობია, მაგაზე გაინტერესებს თუ არა და გადავიღოთ რა ვიდეო და დაგვიწევთ კომენტარებში. და ერთი თხოვნა მაქვს GPT-ის Google-ივით გამოყენებას მოიშვით გთხოვთ, იმიტომ რომ GPT Google-ი არაა, მეგობრებო. არ ქნათ ეს ის რა. იმიტომ რომ ბევრ რაღაცას მოგატყუებთ აუცილებლად. ამიტომ ჯობია რომ ეს ინფორმაცია Google-ში გადაამოწმოთ ხოლმე ისე. Google-ის ბევრ რაღაცას გვატყუებს, მაგრამ იქ რელევანტურობის რაღაც და იცი რა მოხშირდა Google-საც გვაქვს თავისი AI და რაღაცას Gemini გვიკეთებს ყოველთვის სამერის აკეთებს search-ის დროს. მაგასაც პირდაპირ ნუ მიახტებით, დიახ. ხო, ეგ უნდა მეთქვა რა, Gemini-ის მიერ დაგენერირებული პასუხი რო წერია პირველივე რაღაცას რო Google-ო, აუცილებლად სწორია, ეგ არ არის. ისევ ჯობია სანდო და რელევანტური წყაროებინა გადამოწმოთ ხოლმე და იმის მიხედვით დარწმუნდეთ. Rogs გითხეთ. რაღაცა მნიშვნელოვანი თუ search-ავთ, ეხლა რაღაცა თუ მაგაც გინდა დავუმტკიცო რა ეს. ხო, Instagram-ის ეს Meta AI-ის საშინელება იყო, რატო გააკეთეს საერთოდ არ ვიცი, ვიღაცების სილოვენის მარკი და ვიღაცები რომ ყველგან შეტანონია. ფეხი აუწყონ. მოკლედ ვისაც არ დაეზარა, ყველამ AI გააკეთა და თავის ბიზნესში აინტეგრირა. ხო, ანუ ჩათებში შეგიძლიათ Meta-ს AI-ს მიწეროთ და ის ხუთ კაცთან ერთად გრუპში რო Meta AI ჩამიმატეს აი. რად მინდა. ხო, კითხე მე რომ აი ჩატში მაგალითად ჩემო მეგობარმა რა დაწერა ზემოთ თქო და მითხრა რომ მაგაზე წვდომა არ მოქვს. ახლა შევადაროთ ტესტი რა. ტესტი რა, ისა. GPT-5 გითხოთ average ქართველი თბილისელი ბიჭის თბილისელი. ქართველი გავუჭიდება. ცოტა ისეთია რა, ფართო ცნება. თბილისელი ბიჭის დღე როგორია? ეს ერთი დღე როგორ წარმოუდგენია რა. და ცოტა დავცინოთ. ალბათ ჩვენ თვითონ რა დაგცინოს. ჩატში გავაფრთხილე GPT რომ YouTube არხისთვის ვაკეთებდით ამას და მაინტერესებდა დაეგენერირებინა ერთი დღე როგორ წარმოუდგენია თბილისელი ბიჭის. ასე ვიმეორებთ. მოკლედ, ასეთ ვიდეოს ვაკეთებთ, სადაც კვლევას ვატარებთ, როგორ ფიქრობს ხელოვნური ინტელექტი, როგორია ცხოვრება საქართველოში. და მე ვიწერე, მე მინდა დამიგენერირო შენი აზრით, როგორია ერთი თბილისელი ბიჭის ერთი დღე. და დამთახვა მაშინ აი ჩემი ვერსია და ერთი ჩოლებრივი თბილისელი ბიჭის ერთი დღე. და იწყება ასე. 8 საათი და 30 წუთი. მაგვიძარა ყვიკის. რამდენი თბილისელი ბიჭი იყო ცხრის ნახევარზე შენიოსით. უმეტესობა ვინც მუშაობს, იმიტომ რომ სამსახურები ძირითადად იწყება 9 საათზე, მაგრამ მაგ დროს უკვე
განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები მუშაობას ამთავრებენ. ტელეფონი ხელშია უკვე სანამ თვალებს გაახელ. ერთი სწრაფი ექსტორია, ან მაგაში გეთახმებით, იმიტომ რომ აქვს ის უკვე რომ ტელეფონი ბაზისში ხელი შეყავი, ტელეფონი ამოიღე და ჩასკროლე დილას ესე უნდა დაიწყო რა თქმა უნდა. ეგ უწერია ზუსტად ერთი სწრაფი სკროლი TikTok-ზე და ისე ხვდები რომ დილის კარაქიანი პური ახლა უკვე სადილის დროის პურია. ეს რატო არ ვიცი. ხო, სადილი 9:30-ზე არ უწევს. მოკლედ ესაა თქვენი GPT-5 რა, ჰაიპი არ არის საერთოდ. ძალიან დახვეწილია. წერება ვიდაწერა ქართულად. არ გამართული არ არის. ნახე 9:30-ზე სადილი გონია რა უწევს. 9:15 წუთი. მარშრუტკა ეს და საიდან მოიგონა არ ვიცი, ჩვენ საერთოდ არ გავიგია. სამარშრუტო ტაქსი ალბათ ჯობდა გამოგია. ნუ მოკლედ ეს არჩევანი შეგიძლია შენით მიანიჭო GPT-ს ჟარგონებით გესაუბროს თუ არა, მაგრამ მე არ მithქვენ რომ ჟარგონებით მესაუბრებ. პოლი გამოიყენეთ ხო ესე უთხრით. 9:15 წუთი მარშრუტკა მეტრო წერტილი. კურსმენები ჩართულია ავახელში, ფონზე ან თბილისური ჰიპ-ჰოპი, თბილისური ჰიპ-ჰოპი. თბილისური ჰიპ-ჰოპი. ან Old Town Road. Old Town Road. წაში უყურებ ვინ ჩხუბობს Facebook ჯგუფის. კირავდება ბინაში. ოეს და მეგობრებო, თქვენს თუ გიყვართ Facebook ჯგუფების ჩათვალიერება და კომენტარების სტალკვა, დააკომენტარეთ თქვენი საყვარელი კომენტარები. ბიჭო, აქ ვერ მომტყუნებ ჯგუფის, იმიტომ რომ ძალიან მწარე რეალობაა. 10-დან 12 საათამდე. სამუშაო, სასწავლო რეჟიმი. თუ IT-შია კოდი, თუ ოფისშია ოფი ბრეიკი. ყოველ ნახევარ საათში. ანუ ვინც IT-ში არ ხარ, ყველას კოფე ბრეიკი უწერია. კოფე. ყველას დაგცინოთ ახლა ვინც IT-ში არ ხართ, იმიტომ ყოველ ნახევარ საათში ყავს სოფტო. ხო, ჩვენ საერთოდ არ ვსვათ. IT-ში საერთოდ სხვანაირად ხდება მეგობრებო. ნუ ჩვენ IT-ში არა მე უწერია მაგ რაღაცა. ლანჩზე ან ხინკალი კოლეგებთან ან სალათი. ხასიათზეა დამოგიდებული. ხო, სხვათა შორის ჩვენ ფასების დავაგენერებინეთ და იძახდა რომ დაახლოებით ლანჩისთვის 10 ლარი საკმარისია. ყავა რომ დალიო და რაიმე დესერტი მიირთვა. და არის ის რომ მარტო ხაჭაპური 28 ლარი დაგიждდება რესტორანში რომ შეხვიდე. ამას რა გონია რომ ყოველ ლანჩზე ხინკალს ჭამთ? ხინკალი კოლეგებთან და ის ასეთი team building-ი გვაქვს ყოველდღე რომ გავდივართ მთელი სტაფი და ხინკალს ჭამ სალათს მივიწევთ გააჩინია ხასიათი. აი გადახო თონის ლობიას იყიდი. ჯერა ის მოყოლი რა არჩევანი გვაქვს სალათი ხინკალი ყოველ ლანჩზე. არა, კაი, ასწორებ და ყოველ ლანჩზე. ხასიათი დამოკიდებული. ხასიათი დამოკიდებული. და 18:30-ის ნახევარი საათი რა შეგარგება ვერ გეტყვით, როცა სამსახურიდან გამოდიხარ, მაგრამ ასეთი ის იდეა შემოგთავაზეთ ყოველდღიურად როგორ უნდა გავამჯობესოთ ჩვენ ცხოვრებაში რა, ის სამსახურიდან გამოხვალ რა უნდა გააკეთო. ქალაქში გასვლა რუსთაველის ბულვარზე მეგობრებთან შეხვით რა. რუსთაველის ბულვარზე. რუსთაველის ბულვარი რომელი? მაგას. აი კროპოტო ამოანაცოთ ვერის ბაღია. ხო, მე მეგობრებმა რომ რუსთაველის ბულვარი მეგობრებთან შეხვედრა, ან Starbucks-ის ქართული ვერსია, სადაც სვამთ 8 ლარიან ლატეს და საუბრობთ პოლიტიკაზე. თითქოს გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ. ბიჭო, რატო გვეღადავებ ამას თავიგონს? ხო, ანუ ეგრეა რა, ევრიჯ ქართველი ადამიანის მარტო ბიჭის არა დღე არის. რაღაცებს ვიტყუებს თავს რომ ვითომ აი ძალიან მაგარი ყავა დავლიეთ და 16 ლარი გადავიხადეთ მართლა. ლარნახევრად ვიტყუებ 8 ლარიან ყავას, აი არ ვიცი. ანუ დრაივები რომ მან შეგიძლია დალიო 8 ლარად ყავა. ეგეც ვირია ხო? მეც ეგრე ვცხოვრობდიახ და მგონია რომ აი ძალიან პროდუქტიულად გავატარე დღე არა და რეალურად რაღაცა ის და პოლიტიკაზე საუბრობ ხომ პოლიტიკაზე ხშირად გონია რომ შეინიღებ გადაწყვეტილებას. ევრიჯ მეგობრების ნახვის დღე არის პოლიტიკაზე საუბრის დღე. ჯერთი რა უნდა ამის სასაქმე პოლიტიკაზე ვისაუბროთ. ხო, იქნება რა ვიცი რა მინდა. ან გადაწყვეტილებას რომც არ ვიღებდი, ვინც იღებს მარტო უნდა ისაუბროს. Netflix-ი თამაშები 21 საათზე მეგობრებო სახში ბრუნდები. ნუ ხალხს სახში უნდა ვიყოთ ესე გოგონება GPT და Netflix კომენტანტია. თამაშებს ან რეალურია. YouTube ვიდეოებს უნდა ჩავუშვათ. Netflix-ის სამწუხაროდ რა. ძვირია და თამაშები. ქართულად არ არის და მცირე გამოყენება აქვს მოკლედ საქართველოს. მეკობრეობას არანაირად არ ვცემთ პატივს, ანუ ძვირია და YouTube-ით პრემიუმი არ გვაქვს არა. მე მისმოქს. ამიტომ უყურებთ YouTube-ს დღე და ღამედი ახლა. ხან საერთაშორისო კოსმოსის სადგურზე, ხანაც როგორც აწყობენ ბურგერს ამერიკაში. ამერიკული ბურგერი უკვე ახალი აღარ არის ქართველებისთვის, ამიტომ არანაირი პრობლემა რა ყოველ ღამე უყურებ. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უყურებ ვიდეოებს YouTube-ზე? არა, ან კოსმოსურ სადგურზე უყურებ ვიდეოს, ან ამერიკული ბურგერის აწყობა. ეგ საერთოდ ეგრე, ანუ ევრიჯ ადამიანის YouTube რუტინა არის, რომ ან ინჟინერიაზე უყურებს რაღაცას, ან საჭმელზე. Satisfying-ია ორივე რა. და დაწერეთ თქვენც ასე ხართ თუ არა, თუ არ ხართ, მას დაწერეთ. ღამის პირველი ნახევარი.
ფიქრობს. ხვალადრე ავდგები, ავივლი, ვივარჯიში, სად დაივლის რო ვიცოდეთ, კარგი იქნება. ვივარჯიშებ და მე ისევ დილის კარაქიან პურზე ბრუნდები. ანუ ვარჯიშობს და მე კარაქიან პურს მივხვდით შეჭამს რა. რომ ქართველებს ჯიპიტი ძალიან გვიყვარს და ძალიან მოუწონს და ძალიან გვაუხმოწოდება თვითონ ჯიპიტის ქართველები დიდად არ მოვეცონეთ რა. აი ეს რა. კაი ეს რაღაცას ხალხობს რა. თუ გინდა ამა შეგვიძლია დავამატოთ Humanoid AI-ის პარალელური ვერსია, ანუ როგორ გაივლიდა ასეთ დღეს ხელოვნური ინტელექტი თბილისში, რომ ვიდეო უფრო საინტერესო გამოვიდეს. თუ გინდათ მეგობრებო, რომ ეს ვიდეო იხილოთ, აუცილებლად დააკომენტარეთ და ჩვენ შემოგთავაზებთ იგივე ვიდეოს ოღონდ Humanoid AI რობოტის გამოყენებით. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები, ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარებში რას დაწერთ, ან რას გვირჩევთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რაზე გინდათ რომ გადავიღოთ. იმდენი გვიყურებთ, რომ უბრალოდ ვეღარ ვაკონტროლებთ რა კონტენტი მოგწონთ და რა არ მოგწონთ. უბრალოდ იმდენმა რომ ვიყუროთ, რომ ვეღარ ვაკონტროლოთ, მაგისთვის გვჭირდება მსგავსი რივიუები და ვეცდებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თქვენი რჩევა. დიახ.